ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ქართული ოცნების ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადახედოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე შეჩერების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მოწოდებები გაითვალისწინოს. ამის შესახებ მაკალისტერმა ინტერპრეს ნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ახალი არჩევნებისა და დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ მოწოდებების იგნორირების შემთხვევაში ევროკავშირისგან და სავარაუდოდ ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც იქნება მკაცრი ნაბიჯები. მან საქართველოსთვის გათვალისწინებული დახმარების გაყინვაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს დახმარება უნდა განაწილდეს სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის სასარგებლოდ. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ისევე როგორც ბოლო არჩევნების საეჭვო შედეგებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ქვეყნის მიმართულებასა და დღევანდელი რეჟიმის რახვებთან დაკავშირებით. კერძოდ, ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება სრულად არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო სტანდარტები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. კოპენჰაგენის კრიტერიუმები სრულად უნდა შესრულდეს, სანამ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მანამდე პროგრესი აშკარა უნდა იყოს რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროსთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატია, კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ევროკავშირი კი შესაბამისად მოიქცა. ამ ყველაფერს შანტაჟთან არანაირი კავშირი არ აქვს. ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროკავშირთან ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ სამწუხარო ნაბიჯია, მაგრამ ის ემთხვევა იმას, რაც მოსალოდნელი იყო ასეთი რეჟიმის პოლიტიკისაგან. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს მოვლენები და უზრუნველყოს ფუნდამენტური თავისუფლების სრული პატივისცემა, ადამიანის უფლების დაცვა და მედიის თავისუფლება. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ორგანიზებისაკენ. მაკალისტერის საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. მისი თქმით, ზურაბიშვილი დემოკრატიული წინააღმდეგობის სახეა. ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენ არ ვცნობთ მთავრობას და არ ვცნობთ პრეზიდენტს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მე მქონდა პატივი შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს რამდენიმე წლის წინ თბილისში. ის შთამბეჭდავი პიროვნებაა. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოში დემოკრატიული წინააღმდეგობის სახე გახდა. ქართული ოცნება მიზნად ისახავს ამ პოლარიზაციის გაღვივებას რიტორიკით, რომელიც თავს მშვიდობისა და ტრადიციული ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს, ხოლო ოპონენტებს ეგრეთ წოდებული გლობალური ომის პარტიის სახელით მოქმედის სახელმწიფო დამნაშავება და მტრებად აქცევს. შევცდეთ. სალომე ზურაბიშვილი კვლავად საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტია. ის არის საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, სანამ ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, რომელსაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია გამართავს. უზრუნველყოფს ჭეშმარიტად სამართლიან და გამჭვირვალეს საარჩევნო პროცესს.